მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ მსოფლიოში ყველაზე მისტიურ და ამოუცნობ ადგილებზე, რომელთა შესახებ მრავალი ცნობა და ვარაუდია, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ალბათ ბევრი გსმენიათ ბერმუდის სამკუთხედის შესახებ, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ამოუხსნელ ადგილად ითვლება, სადაც უკვალოდ იკარგება საზღვაო და საჰაერო ჰომალდები. ამ ფაქტის ახსნა დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა არსებობს უამრავი მოსაზრება. დროის გამრუდება. ეს თეორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიაა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს მის გასამყარებლად. დროის გამრუდების თეორიის მიხედვით, ხომალდების გაუჩინარების მიზეზი დროში მოგზაურობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც რაიმე ობიექტი ქრება, ბერმუდის სამკუთხედის სიახლოვეს ან წარსულში გადაინაცვლებს, ან მომავალში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს უზარმაზარი გვირაბის ფორმის ღრუბელი, რაც მათი ვარაუდით დროში გასასვლელი კარიბჭე იყო. ადამიანები, რომლებიც უფრო რეალისტურად უყურებენ ამ ფაქტს, ფიქრობენ, რომ მოვლენები განპირობებულია მეკობრეთა თავდასხმებით. ამ თეორიის მიხედვით მიზეზი, რის გამოც უამრავი გემი უჩინარდება, ისაა, რომ აქ მეკობრეები განსაკუთრებით აქტიურები არიან. თეორიის მომხრეთა ნაწილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საბრძოლო ხომალდის მიერ თავდასხმა და სამგზავრო გემების განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიის ხელაღებით გამორიცხვა არ შეიძლება, ის მაინც ვერ ხსნის თვითმფრინავების გაქრობის მიზეზს. რიშადის სტრუქტურა. იგივე საჰარის თვალი, რომელიც მავრიტანიაში მდებარეობს, არის სტრუქტურა, რომლის დიამეტრი 50 კილომეტრია, ხოლო მის ირგვლივ 1000 კვადრატული კილომეტრი სრულიად უსიცოცხლოა. მისი წარმოშობის თეორიები განსხვავებულია, რადგან ადამიანების გარკვეული კატეგორია თვლის, რომ საჰარის თვალი შეიქმნა არამიწიერი ობიექტის ზემოქმედებით. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ იგი შეიქმნა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, თუმცა კვლევარების განმარტებით საჰარის თვალი მეტამორფული და ვულკანური ქანების ცვლილებისა და ეროზიის გავლენის შედეგად წარმოიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ეს ვარაუდი ყველაზე მეტადაა გამყარებული ფაქტებით, საჰარის თვალი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ამოუცნობ ადგილად დედამიწაზე. კანადაში არსებული ტბა სახელად ანჯიკუნი არ დაკმაყოფილდა რამდენიმე ადამიანით და მთლიანი სოფელი გააქრო. აღნიშნული ფაქტი მე-20 საუკუნეში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მონადირე ეძებდა ღამის გასათევს მისთვის ნაცნობ სოფელ ინუიტში და საზარელი სცენის მომსწრე შეიქმნა. მონადირეს სოფელში ნივთები ხელუხლებელი დახვდა, თუმცა არც ერთი სულიერი ადგილზე არ იმყოფებოდა. შეშფოთებულმა ეს ამბავი დაუყოვნებლივ კანადის პოლიციას შეატყობინა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. უამრავი ვერსია არსებობს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უცხოპლანეტელები, მოჩვენებები და ვამპირებიც კი. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მოსახლეობის გაუჩინარების დროს შემჩნეულ იქნა უცნაური სინათლის სხივები, რომელიც ტბა ანჯიხუნის ფსკერიდან მოჩანდა, რასაც ადამიანების დიდი ნაწილი სოფლის მოსახლეობის გაუჩინარებას უკავშირებს. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი დღემდე იდუმალებით არის მოცული, რადგან დაზუსტებული ცნობა არ არსებობს. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენი მომდევნო ეპიზოდები. მომავალ შეხვედრამდე.